მარტო მაგის გამო არის მალხაზ ხარბედია როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი პირველი კლასის რეზო გაბრიაძესა ქუთაისი ქალაქია რომანი რა და ეგ რო წავიკითხე მე წავიკითხე მალხაზ ხარბედიას ესე მაგ რომანზე რა და ამ იმასთან მეფელირთან აქ გავლებული პარალელი იქ არის მოკლედ ეს სოფელი არის ქუთაისის გვერდით ქუთაის და წყალტუბოს შორის ბანოჯა ქვია რა და მოქმედება ვითარდება ბანოჯაში როცა მთავარი პერსონაჟი ჩადის ბებიამისთან და ბაბუამისთან ამ გაბრიაძის რომანში რა და იქ ერთ-ერთ მომენტში ბაბუამისი არის ტუალეტში ოღონდ გარე ტუალეტები როა სოფელში რა და გაწვიმდება დაეცემ ეს ტუალეტი დაინგრევა და ხელში უჭირავს კარი თუ რაღაცა ფიცარი და მირბის რა წვიმაში სახლისკენ ან სახლიდან ტუალეტისკენ რა და ეგ მომენტი აქ შედარებული იმას მალხაზ ხარბედიას მეფელირი რო გამოდის და ვა მეთქი ეს რა მაგარი კაცია ესეთი პარალელი როგორ გაავლო და მან მივხვდი რომ თან შექსპირის რა მაგარია და თან გაბრიაძეც რა მაგარია იმიტომ რომ ტიპმა რა მოვლენა აიღო რაღაცა მეფელირი და მეფე და რაღაცა და ქალიშვილის შეურაცხყოფისგან განაწყენებული მოდის და რაღაცა და იქ ბუნებას ხელს უწყობს და მოკლედ რა სასწაული რაღაც ეპიკური მომენტი და უცებ წყალტუბოში ტუალეტი დაინგრა და ბაბუა გარბის წვიმაში ეზოში რა და ვა მეთქი აი